მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია ჩემი საავტორო გადაცემა აწმყოშობილი წარსულისაგან. მე ვარ ედიშერ გვენეტაცი. მოგეხსენებათ დღევანდელ მსოფლიოში ძალიან დაძაბული და ტურბულენტური სიტუაცია. ბევრი რამ გაურკვევლობა, ბევრი რამ გასარკვევია, ბევრი რამ დალაგებულია და გუშინდელ დღეს ფაქტობრივად გასულ კვირაში მოხდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როგორიც იყო ბატონი ტრამპისა და ბატონი პუტინის სატელეფონო საუბარი. ჩვენს მაყურებელს მინდა უთხრა, რომ მან ყურადღება მიაპყროს ერთ მეტად მნიშვნელოვან მოვლენას. როდესაც გამალებული ომი მიმდინარეობს, როდესაც მილიონობით ადამიანები იღუპება, პირველი საინფორმაციო გზავნილი ამ შეხვედრიდან შეიძლება დავარქვათ საუბრიდან შეიძლება ითქვას იყოს საკმაოდ განმაცვიფრებელი. ორივე ლიდერი შეთანხმდა იმის შესახებ, რომ რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰოკეისტები ყინულის მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს. შემთხვევით არ მიხსენებია ასეთი შეიძლება ითქვას უპრეცედენტო ფაქტი. რატომ? იმიტომ რომ დღევანდელ დღეს მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოები წარმართავენ პოლიტიკის ძირითად თამაშებს და ასეთ სიტუაციაში ჩვენისთანა პატარა ქვეყანამ სულ მუდამ ასე ვლაპარაკობ, მე უნდა ეცადოს თავის გადარჩენა, ფიზიკური გადარჩენა, თავის გადარჩენა იგულისხმება და ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა. ეს ვერავითარ შემთხვევაში ჩემო ძვირფასო მეგობრებო ვერ მოხდება თუ ჩვენ არ გვეყოლება ისე აღზრდილი მომავალი თაობა, რომელიც ჩვენგან გადაიბარებს ამ ესტაფეტას, რომელსაც ქვია ქართული სახელმწიფოს გადარჩენა და რაც მთავარია ჩვენი თავის ჩვენადვე ყუდნება. სწორედ ეს არის ჩვენი გადაცემების მთავარი ლაიტმოტივი და დღესაც მინდა წარმოგიდგინოთ ორი შესანიშნავი ახალგაზრდა, რომლებიც მოვიწვიეთ სასაუბროდ სტუდიაში, რომლებიც ძალიან დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით დათანხმდნენ ამ შეთავაზებას და მინდა წარმოგიდგინოთ ისინი ჩემგან ხელმარჯვნივ ზის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ნიკო ნიკოლაძის კლუბის პრეზიდენტი ქალბატონი მარიამ კაკაურიძე და ჩემგან ხელმარცხნივ ზის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრანტი, პირველი კურსის მაგისტრანტი, ბატონი ზურა მეკოკიშვილი. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო და მინდა ჩვენი საუბარი დავიწყოთ იმ მოვლენების შესახებ, რომელიც ჩვენს ირგვლივ ხდება და ბატონი ზურა ალბათ დამეთანხმება პირველი ტრიბუნა უნდა დავთმოთ ქალბატონს, ასე იყო. რა თქმა უნდა. ოდითგანვე ქართულ სინამდვილეში და ვიღაცები რო გვასწავლიან ახლა ჩვენ ქალის პატივისცემას ვითომ და რაღაცა ტერმინი რო გამოიგონეს ასეთი გენდერი და ასე შემდეგ, ეს ქართველისათვის ტერმინი გენდერი არ ქონია, მაგრამ ქალი ეჯდა ტაღზე, როდესაც უცხოეთში და კერძოდ იმ სათაყვანო ქვეყნებში, რომლებსაც დღეს ასე ხბოს აღტკინებით შეჰყურებენ
ჩვენი ზოგიერთი ეგრეთ წოდებული, როგორ გითხრათ, იცით, მე დავარქმევდი მათ სამშობლოს გარეშე დაბადებული ხალხი. უსამშობლოები, მაშინ იმ პერიოდისათვის ჩემოწვით ფასო მეგობრებო, იქ ქალის მიმართ კოცონზე დაწვა და ბევრი რაღაცები აღარ გავაგრძელებ ჩვეულებრივი ამბავი იყო. ეს ისე ლიური გადახვევისათვის მე უპირველეს ყოვლისა მინდა დავსვა ასეთი შეკითხვა. როგორ ფიქრობთ ქალბატონო მარიამ? როგორც დიდი ილია იტყოდა, რანი ვიყავით, რანი ვარ და რანი ვიქნებით. თქვენი გადასახედიდან, თქვენი შეხედულებით. როგორ მიგაჩნიათ, რომ ქართველმა კაცმა თავის ამ უდიდეს ისტორიის მოკიანეისა გლობალური პოლიტიკის ოკეანეში საკუთარი ტრადიციები, საკუთარი კულტურა, საკუთარი ისტორიაც შეინარჩუნოს, მასთავარია საკუთარი იდენტობა არ დაკარგოს და განვითარდეს. როგორ მიგაჩნიათ თქვენ ეს საკითხი? რას უნდა მიაქციეს უპირველეს ყოვლისა ყურადღება და როგორ უნდა განვითარდეს? კარგი კითხვაა ძალიან. პირველ რიგში როგორც ჩვენი დიდი ილია ჭავჭავაძე იტყოდა, მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ერს თავის ვინაობა. რა თქმა უნდა, იმისთვის რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნული სულისკვეთება და ეს ყველაფერი თანამედროვე მიმდინარე მოვლენების ფონზე მოვახერხოთ საკმაოდ ხარისხიანად, ამისთვის უნდა შევინარჩუნოთ აი ქალის პატივისცემა. ქალმაც უნდა ეს მამაკაცს ასევე პატივი და რატომღაც დღევანდელ სამყაროში ეს ყველაფერი იმდენად რადიკალურად არის აღქმული, რომ აი მამაკაცის მიმართ პატივისცემის გამოვლენა ითვლება რაღაც ასე ვთქვათ ცოტა მე ვფიქრობ ეს თავსმოხვეულია, მაგრამ რა თქმა უნდა, ბუნებამ შექმნა ორი გენდერი, ბუნებამ შექმნა მამაკაცი და ქალი. ისტორიულად ევოლუციას რომ გადავხედოთ, მამაკაცი ნადირობდა, ქალი დაკავებული იმით რომ იცავდა ოჯახი, რა თქმა უნდა ოჯახი მიყავდა და დღეს ეს იმას არ ნიშნავს რომ ვინმე დაკლინებული უნდა იყოს, ეს ნიშნავს იმას რომ უბრალოდ ყველაზე გვაქვს ჩვენი როლი, ჩვენი ფუნქცია და უბრალოდ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე უნდა შევინარჩუნოთ ეს სილამაზე, რაც ოჯახი მოიაზრებს თავის თავში, ასე ვთვლი, რაც შეეხება ამას ესე ამ განვითარების მხრივ, ესე იგი თქვენ თვლით, რომ უპირველეს ყოვლისა თანასწორუფლებიანობა უნდა იყოს ამ მხრივ და აი მე როგორ ვფიქრობ ზურაბატონო თქვენ, როგორ უნდა განვითარდეს საქართველო, რა პერსპექტივები და პერსპექტიულ დარგებს უნდა მიაქციოს ყურადღება, როგორ გესახებაში თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი და რაზე შეიძლება პრიორიტეტები გაკეთდეს? დიდი მადლობა ბატონო ედიშერ, პირველ რიგში გადაცემაში მოწვევისთვის. მე არ შემიძლია არ ვთქვა დასაწყისში, სანამ თქვენს შეკითხვაზე გადავიდოდი, ამ გადაცემის არსი, რომ ასეთი გადაცემები მე ვადევნებ ამ გადაცემას თვალს, უკვე მე რამდენი გადაცემა ეს მე-6 გადაცემა ფუნქციონირებს და შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად აი ასეთი სტილის ამ შინაარსის გადაცემები ჩვენ სატელევიზიო სივრცეში პრაქტიკულად არ გვაქვს. დეფიციტია ასეთი, ხო, პლუს ამას ასეთი სათაური, რაღაცნაირად ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ სათაური, ამ სიტყვებში ძალიან ბევრია, ამ სიტყვების უკან. აწმყო შობილი წარსულისაგან. არის მშობელი მომავლის. სწორედ აი ამას უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება და ეს უნდა გქონდეს ლაიტმოტივად გამხდარი თითოეულ ქართველს, თითოეულ ადამიანს. ამიტომ მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ გადაცემისთვის და წარმატებები ამ გადაცემას, წარმატებები ამ არხს. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ნამდვილად რთული პროცესები მიმდინარეობს სოფლიოში, მიმდინარეობს სერიოზული გადანაწილება და შესაბამისად როგორც თქვენ ახსენეთ უკვე დასაწყისში, ასეთ დროს პატარა სახელმწიფოსთვის ძალიან ესეთი სერიოზული პროცესები მიმდინარეობს. შესაბამისად ჩვენმა სახელმწიფო უნდა გაატაროს სერიოზული რეფორმები იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ჩამოურჩეთ აი ამ პროცესებს, არ ჩამოურჩეთ ამ განვითარებას, აი ამ ტრადიციების შენარჩუნებას. ჩვენთვის ახლა როგორც თქვენ ახსენეთ, ხო, როგორ უნდა დავიმკვიდროთ თავი საერთაშორისო არენაზე. ცარს ვერ დავიმკვიდრებთ საერთაშორისო არენაზე და არ ვიქნებით სხვა სახელმწიფოებისთვის
ასე ვთქვათ, მიმზიდველი, თუ ჩვენ ვუარყოფთ ჩვენ ტრადიციებს, თუ ჩვენ ვუარყოფთ ჩვენს რელიგიას, ჩვენს იდენტობას, ამაზე თუ ჩვენს უარს ვიტყვით და ამას ხელაღებით დაუწყებთ საუბარს, რა თქმა უნდა, საერთაშორისო არენაზე ჩვენ გავხდებით სხვა სახელმწიფოების სათამაშო, ცოტა არა აკადემიურად, რომ ვთქვათ. შესაბამისად, მე მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებელი, რამაც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა და რამაც ამ სახელმწიფოს მყარი საფუძვლები გაუდგა, იყოს სწორედ იმ ტრადიციების პატივისცემა, რომელიც აქამდე არსებობდა და არსებობს დღემდე და მე მწამს, რომ ეს შენარჩუნდება, იმ რელიგიის პატივისცემა და აი ეს იდენტობა, რაც გვაქვს ჩვენ და სხვათა შორის მე ამ დროს ყოველთვის ამ ბოლო პერიოდში მიტრიალებს თავში ეს ასე ვთქვათ შეფასება, თუ არ ვწდები ეს იყო ლონდონის პროფესორი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპელი, რომელმაც შეაფასა ის და თუ არ ვწდები ქართველოლოგი იყო და ის ქართულ ასე ვთქვათ აი წიაღს იკვლევდა წარმოშობას და ისტორიულ პერიპეტიებს და რომელიც ამბობდა შემდეგ წინადადებას და სოციალიზმის გაკურვებული იყო, რომ არ არსებობს, აი საქართველოს ისტორიას თუ გაეცნობით, ნამდვილად იწამებთ ღმერთს, ეს ცნობილი სიტყვებია. რამე თუ არ არსებობს არანაირი ობიექტური საფუძველი, რომ ამ ერთს აქამდე მოეღწია. რატო ამას თუ არა ღმერთი? რატო? ახლა ისტორია თქვენ ახლა ისტორიკოსი ბრძანდებით და მე ვფიქრობ, რომ 7 პერიოდი საქართველოს ისტორიაში იყო ძალიან ცოტა ხნით. დანარჩენი ამდენ შემოსევა, ამდენი აწიოკება, ასეთი სერიოზული პრობლემები, ძალიან რთულ პერიოდში, ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ ეს ქვეყანა ნამდვილად დგას. და რას ამბობს ის ევროპელი? ის გვეუბნება, რომ ნამდვილად ღმერთის ხელი ურევია. საქართველო არის ღვთისმშობლის წირხვედრი სახელმწიფო და მე ვფიქრობ, რომ ამას ეს შემთხვევით არ არის ეს ყველაფერი. შესაბამისად ამ ყველაფერს ჭირდება გაფრთხილება, ამ ყველაფერს ჭირდება შენარჩუნება და ამ ყველაფერს ჭირდება პოპულარიზაცია, რადგანაც ჩვენ ვართ ისეთი ისტორიის სახელმწიფო და ვართ ისეთი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომ მე ვფიქრობ, ამით თავს უნდა ვიწონებდეთ და ვიწონებთ კიდეც და ამით ჩვენ უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო არენაზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი რაც უნდა იყოს ის, რომ პატივი უცეთ წარსულს, რაც გამოვიარეთ, დავაფასოთ აწმყო და ვაშენოთ უკეთესი მომავალი. ძალიან კარგი. ქალბატონო მარიამ, თქვენ როგორც მე ვიცი, აპირებთ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უცხოეთში სწავლის გაგრძელებას. ძალიან კარგია ეს და მისასალმებელია. და აქვე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ქალბატონი მარიამი არის ნიკო ნიკოლაძის კლუბის პრეზიდენტი. მე ვიტყოდი ნიკო ნიკოლაძე განვიხილავდი ილია ჭავჭავაძესთან ერთად ერთ სიბრტყეში. იმიტომ რომ ეს ორი კაცი საქართველოს ისტორიაში მე-19 საუკუნეში იყვნენ ის კაცები, რომლებმაც გადაარჩინეს ფაქტობრივად ქართველობა. ასეთი შეკითხვა მაქვს. თქვენ შემთხვევით არ იქნებით ნიკო ნიკოლაძის კლუბის პრეზიდენტი და მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება განათლების საკითხების მიმართ. როგორი შეხედულება ქონდა ნიკო ნიკოლაძეს განათლების საკითხების მიმართ? რა პრაქტიკულ საქმეებს აკეთებდა და აი როგორ ფიქრობთ ნიკო ნიკოლაძის ნააზრევის მორგება დღევანდელი საქართველოსა? შესანიშნავი კითხვა, ბატონო ედიშერ, მადლობა რომ ეს კითხვა დასვით. ნიკო ნიკოლაძე ძალიან დიდი ღვაწლი გასწია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და იმ განვითარების შენარჩუნებისთვის ძალიან ბევრი იბრძოლა, მისი ცხოვრება შეეწირა, ასე ვთქვათ, მისი ბედნიერება შეეწირა ჩვენი ქვეყნის განვითარებას. დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ აქვს ჩემს კლუბს ნიკო ნიკოლაძის სახელი. ჩემი კლუბი თავისი პროექტებით ცდილობს სოციუმის გაკეთილშობილებას, იმიტომ რომ არჩეული გვაქვს როგორც საგანმანათლებლო მიმართულება, ისე სოციალური კეთილდღეობისკენ მიმართული პროექტები, ისევე როგორც ნიკო ნიკოლაძე აკეთებდა ამას საუკუნეების
წინ ჩვენი ქვეყნისთვის მან შემოიტანა ძალიან ბევრი ტექნოლოგიური სიახლე ქვეყანაში, რომ ჩახვიდეთ მის სახლ-მუზეუმში, შეგიძლიათ მინახულოთ ჯიხაიში დიახ, წარმოიდგინეთ მის სახლში ცენტრალური გათვების მილები არის ჩამონტაჟებული, ეს არის 2 საუკუნის ამერიკის შეერთებულ შტატებს. გასწრებაზე არ ლაპარაკობთ, ჩვენ რო დავეწიოთ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს. როგორ ფიქრობთ? ბატონო ზურა, რა პრიორიტეტები უნდა წარმოჩნდეს განათლებაში და რას უნდა მივაქციოთ უპირველეს ყოვლისა ყურადღება, იმიტომ რომ თქვენ გამოცდილი გაქვთ და იცით უკვე მაგისტრანტები გზადებით, რა ხარვეზები და რა დადებითი მხარეები აქვს ჩვენ განათლების სისტემას. რას მიაქცევდით ყურადღებას? კი ბატონო. დიახ, საერთოდ თავი და თავი ქვეყნის განვითარებისა არის განათლება. თუ განათლება არის მწირი საზოგადოებაში, ინდივიდში, იქ განვითარებაზე ნაკლებად შეიძლება ვისაუბროთ. ამიტომ თავარი პრობლემა რაც შეიძლება იყოს სახელმწიფოში ერთ-ერთი რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, ასეთ განათლება. განათლების რეფორმები მიმდინარეობს, ჩვენ ნახეთ ახლა რომ რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა 4-წლიანი გეგმა 2028 წლამდე უნდა დაიწყოს განათლების ძირეული რეფორმები როგორც სკოლებში, ისე უნივერსიტეტებში. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ რაღაც გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით გადაიდგმება და მთავარი, რასაც მე ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას, არის ის, რომ სკოლიდანვე სწორედ უნდა დაიწყოს ეს ეროვნული ფასეულობების დაცვა ბავშვებში, მოსწავლეებში, რომ ეს შემდგომ გაიზარდოს და უნივერსიტეტში, როდესაც წავა ის, უნივერსიტეტშიც იგივე გაგრძელდეს. ახლა როდესაც ქალბატონმა მარიამმა ისაუბრა კლუბებზე და კლუბის არსებობაზე, ხო, ესეთი შესანიშნავი ადამიანის სახელობის კლუბი არსებობს. აი ეს კლუბებიც სწორედ უნდა ემსახურებოდნენ და ემსახურება, რა თქმა უნდა, სწორედ ეროვნულ ფასეულობებს. როგორ შეიძლება ტარდებოდეს რაღაც ლექცია და შეხვედრა ან რაღაც დაუშვათ გარკვეული მუშაობა, რომელიც შეიძლება არ მიეძღვნას ეროვნულ ფასეულობებს. მე ასე მიმაჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ამისი, ასე ვთქვათ, საშუალება გააჩნია, ყავდა არაერთი გმირი, გამოჩენილი არაერთი უდიდესი მოღვაწე. ჩვენ ახლა როდესაც მე რამდენი როცა ბაკალავრის სტუდენტი გახდით იმ პერიოდში, მახსოვს, აი 31 მარტი გახდა ცვიადგამსახურდიას დაბადების დღე, რეფერენდუმის დღე და ჩავატარეთ შესანიშნავი კვირეული, თქვენ ბრძანდებოდით. მოწვეული ეს ხო არაჩვეულებრივი რამ და მე დავინახე სტუდენტებში, რომ ეს იყო რაღაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო და თითქოს მივხვდი, რომ რაღაც აკლია, იცი, დეფიციტია ამ მიმართულებით, რაღაცა ეროვნული სულისკვეთების სადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა. ეს არის აუცილებელი. მარტო ახლა გასაგებია რაღაც შეხვედრები, ტრენინგები, მაგრამ თუ არ გავიხსენებთ იმ ძველს, საიდანაც მოვდივართ და არ დავაფასებთ და არ შევახსენებთ საზოგადოებას, ისე ჩვენ წინ ვერნერთ ვერ წავალთ და ვერ ვიზრუნებთ მომავალზე. ახლა როდესაც ჩავატარეთ ეს ცვიადგამსახურდიას სახელობის კვირეული, მახსოვს რაღაც განსაკუთრებული დასწრება იყო და ეს ფიქრობდი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც ჩვენ მაშინ გადავდგით და მიმაჩნია, რომ აი ამ მიმართულებით უნდა იზრუნონ სხვადასხვა კლუბებმა და მიმართულებები, რომელიც არის ამ პროცესში ჩამოყალიბებული საუნივერსიტეტო სივრცეში. პატრიოტიზმზე უნდა იყოს გამახვილებული ყურადღება და ეს პატრიოტიზმი უნდა იყოს ჭეშმარიტი. ახლა როცა გავდივართ ქუჩაში, იცით, რაღაცა ეს პატრიოტიზმი იქცა როგორც პროფესია. აი სკოლებშიც რო ეტყვიოთ პატრიოტიზმი, ქვეყანაზე, ქვეყნის სიყვარული და ასე შემდეგ, მაგრამ იცით რა, ქვეყნის სიყვარული არ არის ესე მარტივად სათქმელი. აქ მე ვფიქრობ, ბევრი რაღაცაა მის უკან, ამიტომ როგორც არის ნათქვამი. პროფესიონალი, ჩემი აზრით, ისე გაგიკეთო პროფესიონალური მიდგომა ამ საკითხის. აუცილებლად. პროფესიონალური და სერიოზული მიდგომა, იმიტომ რომ პატრიოტიზმი არ არის რაღაცა უბრალოდ ნათქვამი სიტყვა, ხო? პროფესია არ არის პატრიოტიზმი. პატრიოტიზმი არის პროფესიონალიზმი, რა თქმა უნდა. და არა რაღაც გულზე მჯიღის ცემა და ასე შემდეგ. შესაბამისად მე მგონია, რომ თითოეული ჩვენ ახლა ისეთი მდიდარი ისტორიის სახელმწიფო ვართ, რომ მე მგონია, რომ უნივერსიტეტების და სკოლები სწორედ ამით უნდა იყვნენ დაკავებული, რომ საქართველოს ისტორია ისწავლებოდეს სიღრმისეულად პირველ რიგში.
განსაკუთრებით ყურადღება მიექცეს ამ პროცესს და რაც თავარია, სადღაც გამახვილდეს აუცილებლად კიდევ რელიგიურ საკითხებზე თავისი ადგილი ჰქონდეს ამ პროცესს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ დანარჩენი ახლა ეს რეფორმები, რომელიც უნდა განვითარდეს, დაველოდოთ, მე მგონია, რომ იქნება რაღაც გარკვეული პროგრესია ამ მიმართულებით და შესაბამისად საზოგადოების ჩართულობაც არის ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი და ახალგაზრდების ჩართულობა. ახლა რასაც მე ვუყურებ, მე ვფიქრობ, რომ საინტერესო ახალგაზრდები მოდიან. რაც ვნახე მე გადაცემაში, ნამდვილად აღფრთოვანებული დარჩი და ველოდები კიდე მომავალში უნდა გავიცნოთ ესეთი ადამიანები და ამ ადამიანებს ჭირდება ნამდვილად თანადგომა და გვერდში დგომა. შესაბამისად, მე პოზიტივით ვუყურებ ამ პროცესს. იქიდან გამომდინარე, რომ მომავალი არის ახალგაზრდების, მომავალი არის ჩვენი და შესაბამისად როგორ განათლებას მივიღებთ ჩვენ, რას დავაფასებთ ჩვენ, როგორ პატივს ვსჯენთ ჩვენ ისტორიას, მომავალიც ისეთი იქნება. ჩვენი გადაცემების ლაიტმოტივი სულმოდამ არის იმ დიდი გენიალური ილიას ნააზრევი ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს. მოდი ვთქვათ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელ დღეს არის ისეთი სიტუაცია შექმნილი ჩვენთან, რომ გარკვეული ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა ყოველგვარ უცხოურს ეთაყვანება. ყოველგვარი უცხოური გაფეტიშებული აქვს. მე ვფიქრობ, აუცილებელია უცხოურთან ურთიერთობები, აუცილებელია დამეთანხმებით ალბათ, რომ უცხოურისაგან საუკეთესოების შეთვისება, მაგრამ როგორც დიდი მუხრან მაჭავარიანი იყო და მშობლიურია მთავარი. როგორ მიგაჩნიათ, ქალბატონო მარიამ, თქვენ? აი, ისტორიაზე წარმართეთ ჩვენ ძირითადი საუბრები. აი, განათლებამ რა როლი უნდა შეასრულოს ეროვნული იდეის ჩამოყალიბებაში? ანუ ჩვენ რა გვინდა? უმთავრესია, როგორი სახელმწიფო გვინდა? როგორი ქვეყანა გვინდა? როგორი მომავალი გვინდა? აი, აქ თქვენი ხედვა ამ საკითხის მიმართ. ბატონო წეღან ბატონმა ზურამ ახსენა, რომ პატრიოტობა ეს პროფესია არ არისო და მე განვავრცობ და ვიტყვი, რომ ალბათ ეს სულისკვეთებაა. მოგეხსენებათ, განვითარებულად სახელმწიფო მაშინ ითვლება ბოლომდე, როდესაც მისი ეკონომიკა ყვავის. რა უნდა ყოველშვენი ეკონომიკა? განათლებულმა ადამიანებმა, რომლებმაც გაიარეს რაღაც პროცესი, წარმართეს ეს პროცესები წარმართებულად და შესაბამისად ვიღებთ სახელმწიფოს, რომელიც არის კეთილდღეობაში ჩაფლული, ასე ვთქვათ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეს ჩვენი ეროვნული სულისკვეთება და თან გლობალიზაციის პროცესებში თანხმდრა შევიყვოთ ამ ყველაფერ უცხოურთან, იმიტომ რომ იზოლირებულად ვერ შევძლებთ. ვერც ერთ შემთხვევაში. შესაბამისად, უნდა განვაგრძოთ ჩვენ განვითარება სწორი მიმართულებით და ამავდროულად თავისთავად ცხადია ჩვენი ისტორიის ცოდნა გვჭირდება და რელიგიის პატივისცემა. ამ ყველაფრის თანხმდრის შედეგად ჩვენ ვიღებთ ზუსტად იმ ადამიანს იმ სახელმწიფოში, რომელიც ყველას გვიმედება. ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრებები ამ საკითხის მიმართ და მე უფრო მეც დავუმატებთ, იცით? ჩემ შეხედულებასაც გეტყვით ამ საკითხის შესახებ. უპირველეს ყოვლისა იმ უზარმაზარ კიდევ ლაპარაკობ ტურბულენტურ მსოფლიოში, რომელიც დღევანდელ დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს, უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის შენარჩუნება და სახის შენარჩუნება ბატონო უმთავრესი. რატომ ლაპარაკობ და მომახვილებ ახლა ამას შესახებს ყურადღებას? ჩვენთან ზოგიერთები დასცინიან ქართულ სუფრას. არის ასეთი სამწუხაროდ ეს ტრენდი, ასეთი ტრენდი ჩააგდეს, არის რაღაცო თამადაო რაღაცეებს არ მინდა შევატაროთ. მე შემდეგ წამოვიდა ზოგიერთი ეგრეთ წოდებული გადაღლილი ევროპეისტი ბჭყალებში ვლაპარაკობ, ევროპელი ამას არც ერთ შემთხვევისათვის შინაგან ცნად ევროპელი არ ეკადრებს და ქართლის დედაც შეგვიგინა. ჩემო ბატონო. უამრავი რაღაცები, რაც ეროვნული რაღაც საკითხები არის, ამას შეურაცხყოფა მიაყენა. მე კი ვიტყოდი, რომ ერთი მისხალით დაკარგვა არ არის ამის საჭირო. აი უბრალოდ რაიმეს გეტყვით, ახლა ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენ გამოგვარჩევს ყველასაგან დანარჩენისაგან ერთი უმთავრესი რამ კიდე. ნახეთ რა არის? სტუმრისადმი პატივისცემა. ცხონება ბებია მყავდა?
ღმერთმა გამინაცვლოს მისი სული. რა თქმა უნდა, ბევრი შვილიშვილები ყავდით და რომ მივედოდოთ მასთან სახლში, ქონდა დიდი ეძახდნენ ყუთი, ზამდუქს ეძახდნენ და ამ ზამდუქში ქონდა ჩაწყობილი ჩურჩხელა, ტკბილეულობა, ასეთ რაღაცები და რა თქმა უნდა, ჩვენ გვიზოგებდა, ასე ეძახდა, გამოგვიზოგებდა და პატარ-პატარას გვაძლევდა. მაგრამ შვილიშვილი, რისი შვილიშვილია, მოპარავდით გასაღებს, გავაღებდით და მე რომ არ დახვდებოდა, იქ იტყოდა, აი ნახეთ ეს საოცარი ფენომენია ეგა რა, რასაც ახლა ვიტყვი. ბებიაო, თქვენთვის მინდა, აბა ვისთვის მინდა თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავიო, მაგრამ რატო კეტავ და რატო ვინახავ მე ამას? სტუმარი რომ მოვა, მის წინაშე არ შევწყვევ. ნახეთ, ეს არის უმთავრესი ფენომენი ქართველობის. იმიტომ რომ მე მესმის ახლა შეიძლება რაღაცა ახლა ვიტყვი ზოგიერთმა გამკილოს, მაგრამ არ მგონია რომ რაიმე ისეთი თქვა. ბიჭო, სტუმრადო კაცთან მიხვალ, ქართული სინამდვილეა. კი ბატონო, საჩქაროდ ყავის გამოტანა კი არა, ერთი ჭიქა ღვინო უნდა იყოს იქა და ოჯახი უნდა დაილოცოს. მე ყოველ შემთხვევისათვის ეს ჩვენი ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ მთავარ შემანარჩუნებელ ნაწილად მიმაჩნიეს. როგორ ფიქრობთ, ბატონო ზურა, თქვენ ამ საკითხებისადმი, ახლა მე მოხუცებულობაში წასული კაცი ვარ, მაგრამ აი ახლა თქვენი თანამედროვე ახალგაზრდული თაობის გადასახედიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ ამ საკითხების შესახებ უფრო სწორად? აბსოლუტურად გეთანხმებით. არ შეიძლება არ დაგეთანხმოთ, იქიდან გამომდინარე, რომ გადაცემის დასაწყისიდან ვსაუბრობ ტრადიციებზე და ტრადიციების შენარჩუნებაზე და იცით რა, ახლა ბევრისთვის ვითომ ეს პატარა დეტალია, რომ მოდი, რა გვინდა ღვინო, რა ქართლის დედაც მე რა მოხდა კაცო, იქნება შევაგინოთ, ასე შემდეგ, მაგრამ ამ პატარ-პატარა დეტალებით საბოლოოდ თლიანი სურათი იქმნება. რომელიც გაგვასხვავებს ჩვენ სხვებისა. რა თქმა უნდა, ამით ვართ ჩვენ მდიდარი, ახლა ეკონომიკურად თუ არ ვართ მდიდარი და რაღაც ფინანსური მდგომარეობა არ გვაქვს ისეთი როგორიც უნდა იყოს და ესეც ბედის უკუღმართობის ბრალია ჩვენი ტერიტორიული სიმცირის, მოსახლეობის სიმცირის და ასე და ასე შემდეგ, არსებული გეოპოლიტიკური და გამოვლილი ჭირვარამის შედეგი. აი ხომ მაინც შეიძლება დავიმკვიდროთ თავი და გვაქვს თავი დამკვიდრებული, რასაც ქვია კულტურა, ეს განსაკუთრებული კულტურა, განსაკუთრებული ადათ-წესები, პატივისცემა, სტუმრის, რასაც თქვენ საუბრობთ და აქ რო ჩამოდიან სხვადასხვა სტუმრები, გენებავთ ევროპელი სტუმრები და გენებავთ აზიიდან და ასე შემდეგ, ჩვენი მეგობრები მიდიან განსაკუთრებული პატივით და განცვიფრებულები. აი ამით გამოგვართ ჩვენ გამორჩეული საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად, ამის შენარჩუნება, ამ ყოველივეს არსებობა ჩვენ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი. თუ ჩვენ დღეს ამაზე უარს ვიტყვით, მაშინ რა უნდა ვაშენოთ ხო უკეთესი? მე ვერანაირად ვერ წარმომიდგენია ასე რომ მე ვფიქრობ რომ ჩვენი საზრუნავი, ჩვენი მომავალი თაობის საზრუნავი უნდა იყოს შენარჩუნება და განვითარება, სხვა სახელმწიფოებთან ინტეგრირება ჩვენის და ოღონდ ისე არა ჩვენის დათმობით და მათი შემოღებით. ჩვენ არ გვჭირს ახლა ისეთი რაიმე რომ სხვისი მივიღოთ და ჩვენი დავთმოთ. ჩვენ საკმაოდ მდიდარი სახელმწიფო ვართ ამ მიმართულებით, საამაყო სახელმწიფო ვართ, შესაბამისად ამ ყოველივეს ჭირდება შენარჩუნება და ეს სწორედ ჩვენი თაობის ვალია. ძალიან საინტერესო არის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ დღევანდელ მსოფლიოში როგორ უნდა გადარჩეს პატარა სახელმწიფოები. ნახულობთ ახლა ჩვენ ახლა იშვიათობაა ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მithumetes თქვენ ორივენი ისე სპეციალობაზე სწავლობთ, არაფერი არ არის გამორიცხული, რომ თქვენ პოლიტიკაში გიხილოთ. ან ერთი, ან მეორე, ან ორივე და ჩემთვის ბედნიერება იქნება ის, რომ თქვენ ცნობილი პოლიტიკოსები იყოთ, ვინაიდან თქვენისთანები უნდა ემსახურებოდნენ და უნდა იყოთ იმ მსახურებაში, რომელსაც ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მსახურება ქვია. ქალბატონო მარიამ, ასეთი შეკითხვა მექნება მე თქვენთან. დღევანდელ საქართველოში უპირატესი დგას საკითხი აი ჩვენი ისეთი ფასეულობის შესახებ, როგორიც არის ჩვენი რელიგია. ანუ მართლმადიდებლობა. იმიტომ რომ მე მგონი დამეთანხმებით და ეს საყოველთაოდ აღიარებულია, საქართველოს ისტორიაში უნიკალური როლი აქვს შესრულებული მართლმადიდებლობას. როგორ ფიქრობთ თქვენ, როგორ უნდა განვითარდეს
რა ხელშეწყობა ჭირდება, რა ჭირდება მომავალი თაობის მხრიდან და როგორ შეიძლება უპირველეს ყოვლისა აი ამ უპირველესი ქართველობის ნავთსაყუდელის შენარჩუნება. როგორ ფიქრობთ თქვენ ამას? და შემდგომში განვითარება. პირველ რიგში პატივისცემის საფუძველზე, იმიტომ რომ დღევანდელ სამყაროში წამოვიდა ის ტენდენცია, უღმერთობას მოიაზრებს საკმაოდ ისეთი მიმართულება და ისეთი ადამიანებია მისდევენ ამას, ჩემთვის ცოტა გაუგებარია დღევანდელ დღეს, როდესაც მეცნიერებაშიც კარგად ვერ პოვით. მე და ჩემი მეგობრები ვირჩევთ რელიგიურ ხედვას, იმიტომ რომ ვაჩნია ღმერთი არის ერთი, ღმერთი არის მაღალი და ალბათ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ აზრზე რადგანაც იდგა და გარემტელი, რომელიც რა თქმა უნდა მოგეხსენებათ გარშემორტყმული ვიყავით, განსხვავებული რელიგიის მქონე ერებით, ასე ვთქვათ და როდესაც წნეხის ქვეშ იმყოფები რთულია შეინარჩუნა. ძალიან საინტერესო საკითხს მიაქციეთ ახლა ყურადღება და განსაკუთრებით თქვენ მაგარი რაიმე თქვით. ირგვლივ გარშემორტყმული ვიყავით. აი ნახეთ ბატონო ზურაბ, თქვენაც ბრძანეთ განსხვავებულობა. აი ეს არის იმ სივრცეში, რომელ სივრცეში ჩვენ ვიმყოფებით, განმასხვავებელი და ამით განსხვავდებით ჩვენ სხვებისაგან და რომელიც შოთა რუსთაველმა ბრწყინვალე ბრძანა, გვაქვს უთვალავი ფერითავ, ხო? აი, ამით არის ფაქტობრივად აღმობრწყინება იმისა, რაც კავკასიაში ამ პატარა ერისათვის ილიას სიტყვებით ვიტყვი, რომელსაც ქრისტიანობისათვის თავი გადაუდვია, უწამებია და ეს ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოუყვანიაო. დიახ, და ბატონო ედიშერ თავიდან როგორც აღნიშნე, პატივისცემის საფუძველი არის ყველაფრის საწინდარი. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაზე არსებული არის ყველა რელიგიის ასე ვთქვათ ძეგლი, სადაც შეუძლია მივიდეს იმ რელიგიის წარმომადგენელს, მოილოცოს და ჩვენ ამით ვთვლი, რომ რაღაც პატივს ვცემთ იმ ადამიანებს და შესაბამისად ასე ვლავირებთ სიტუაციაში კი ჩვენი მყარი ხედვა გვაქვს, მყარი რელიგია გვაქვს, თუმცა ჩვენ იმ ადამიანებს პატივისცემას არ გვუკარგავთ ალბათ თავის დროზე, ძალიან მეორე ტკივილი ვიგრძენით იმ გარშემორტყმული ჩვენი მეზობლებისგან, რომ დღეს ჩვენ ასე წარმართავთ ჩვენს სულიერ ცხოვრებას. მართალი ხარ და მეტიც მინდა ნახე როგორ ჩემო ზურა კარგად ნათქვა მიქაერთ ქართულ ხალხურს ლექსიან ნათქვა თათარით ჩემი ძმა არის. ნახეთ ქართველი კაცი რამდენად დიდი ტოლერანტია და ვიღაცები რაღაცებს რო გვასწავლენ, ეს შემოგდებული თემებია ფაქტობრივად. შემოაგდეს ეს თემები და ამ შემოგდებული რატო შემოაგდეს? ახლა ჩემს მოსაზრებას გეტყვი და მე თქვენ გააგრძელებთ. ძველ რომაელებს ჰქონდათ ასეთი პრინციპი, რომ უკვდავი პრინციპი, ფაქტობრივად ზემოთ ვინმეზე ბატონობის. დაყავით აი ბატონე. ზუსტად ამ პრინციპებიდან გამომდინარე მე ვფიქრობ, თქვენ როგორ მიგაჩნიეთ? აი ამ რბილი ძალის პოლიტიკით აი ცდილობენ რომ რაღაცნაირად მოახდინონ შერყევა სახელმწიფოში და ეს არ მიმაჩნია ნორმალურად. იცით, ეხლა თქვენ სწორად აღნიშნეთ ურთიერთ პატივისცემა. თუ არ არსებობს ურთიერთ პატივისცემა სახელმწიფოში ადამიანების მიმართ პირველ რიგში, მოქალაქეების მიმართ და თანამოქალაქეების მიმართ, ერთის აზრისა, მეორის აზრის მიმართ. ეს ჩვენ შორს ვერ წაგვიყვანს. იქიდან გამომდინარე რომ ახლა მრავალი მიმართულება არსებობს. სხვადასხვა ადამიანი, ახლა რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრიაო და ჩვენ თუ ერთმანეთს ასე ვეომეთ და ვეჭხუბეთ, იცი რა, შენ რატო ფიქრობ ასე, მე ვარ მართალი და ასე შემდეგ, ეს არ არის ნორმალური. ეს არც განათლებული ადამიანის დამახასიათებელია. იცით, პირიქით, კამაჩი მოდის ჭეშმარიტება, უნდა ვიკამათოთ, ვიდაოთ, ოღონდ არგუმენტირებულად და სამართლიანად, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ერთი მე მიმაჩნია, რომ ეს ამის დეფიციტიც გვაქვს ჩვენ სამწუხაროდ, რომ არ გაგვაჩნია ერთმანეთის პატივისცემა, ერთმანეთის აზრის პატივისცემა, შეხედულებების პატივისცემა, რა ძალიან ცუდია. სხვათა შორის და მე ვფიქრობ, რომ ეს გამოსასწორებელი საკითხია. ძალიან ყველაზე მეტი გამოსასწორებელი ჩემი გადასახედიდან ეგ არის. და სახელმწიფოების მიმართ კიდე რაც თავარია, დიდი სახელმწიფოების პატარა სახელმწიფოების მიმართ დამოკიდებულება და ურთიერთ პატივისცემა. ეხლა საერთაშორისო სამართალი შექმნილია, უწინ გაერო ამას კურირებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო სამართალი ცოტა რაღაც კითხვაში დადგა იქიდან რა თქმა უნდა. იქ საუბრობს იმაზე, რომ დიდი სახელმწიფო და პატარა სახელმწიფო
გამოირჩევიან თანაბარ უფლებიანობით. ერთნაირი უფლება აქვს, არ განსხვავდება მათი წარმომავლობა, არ განსხვავდება მათი ეკონომიკური მდგომარეობა, მოსახლეობა და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა ამას მე ვერ ვატყობ და ეს ძალიან ცუდია სხვადასხვა ეს თუ არ არსებობს პატივისცემა სახელმწიფოების მიმართ, მე მოქალაქეობიდან დავიწყე მოქალაქეების მხრიდან, მაგრამ გადავდივარ უკვე საერთაშორისო არენაზე. აუცილებელია პატივისცემა სახელმწიფოების მიმართ, ერთმანეთის მიმართ, ურთიერთ პატივისცემა. არ აქვს ამას მნიშვნელობა, ის დიდია თუ პატარა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ამას დარეგულირება სჭირდება, მაგრამ იცით რა, პატარა სახელმწიფოს ბედი სამწუხაროდ ესეთია. პატარა სახელმწიფო სამწუხაროდ ამ გადანაწილებას, როგორც თქვენ ახსენეთ, ხშირად შორიდან უყურებს, ბოლოს როგორც აყურებინებენ და საბოლოო ჯამში ჩვენ იძულებული ვართ ლავირება მოვახდინოთ საერთაშორისო არენაზე. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროცესები გვალოდება წინ. თქვენ ახსენეთ ტრამპის გაპრეზიდენტება, საინტერესო პროცესები გველოდება წინ საერთაშორისო არენაზე. მე მგონია, რომ სულ სხვანაირად წარიმართება ეს მდგომარეობა. ახლა გაჩნდა ესეთი ტერმინი, სხვათა შორის საერთაშორისო ურთიერთობებში და პოლიტოლოგებმა შემოიტანეს ტრამპიზმი, როგორც ესეთი და ტრამპიზმი ალბათ მიუთითებს თავის დამახასიათებელ პოლიტიკურ შეხედულებებზე, რაც გააჩნია დონალდ ტრამპს. სხვათა შორის პირველ პრეზიდენტობაზე ჩვენ ვერ დავინახეთ, იქიდან გამომდინარე, რომ თლათ ესე გამოკვეთილი არ იყო, მაგრამ დღეს უკვე შეიძლება თავამად ითქვას, რომ მე რამდენი თვეა უკვე პრაქტიკულად იანვარში პრეზიდენტი გახდა და დღეს უკვე მარტის თვეა და მოხდა რაღაც რადიკალური ცვლილებები. ეს ადამიანი დაინტერესებულია შვიდობას ქადაგებს და ამასაც აკრიტიკებენ, რომ თურმე არა, შვიდობა არ უნდა იყოს, თურმე უნდა ვიომოთ და იცით რა, ეხლა მე ესეც მინდა ვთქვა და ვთხოვო ჩვენ თანამოქალაქეებს, რომ ხშირ რაღაცა რომანტიზებულად წარმოაჩინეს ამ ბოლო პერიოდში მსოფლიო არენაზე ომი, სიტყვა ომი. ჩავერთათ, ვიომოთ, იცი რა, თურმე რაღაცაად უნდა მივიღოთ ამაში მონაწილეობა და ასე შემდეგ, მაგრამ იცით რა, ეხლა ერთი რამეც მინდა ვთქვა. ისეთი ადამიანები, არ უნდა მოგვიწოდებდნენ ომს და ომში ჩართვას, რომლებიც პირველი გარბიან სახელმწიფოდან, ესეთი ადამიანები. ხშირად ისეთი ადამიანის გამსმენია, რომელსაც საერთოდ სამხედრო სამსახური არ აქვს მოვლილი და კინოში მარტო ნაპოლეონი მობადონო ესეთი სიტუაცია. ხო. და ამიტომ მე მგონია, რომ ცოტა სერიოზულობა გვმართებს ამ მიმართულებით, დაფიქრებული აზროვნება და ისე მიღებული გადაწყვეტილებები და სხვათა შორის კომენტარებიც. ადამიანის სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს, ამიტომ მე მგონია, რომ ამ მიმართულებით ცოტა სწორად უნდა ვიფიქროთ. შესაბამისად, ომის ნანახი გვაქვს ჩვენ. ომების ქარცეცხლში ვართ გამოვლილი და 2008 წლის ომი, ეს აუბედითი პერიოდი, რაც გქონდა ჩვენ, რაც დღეს მიმდინარეობს სოფლიოში, მანამდე გქონდა ჩვენ. ამიტომ მე მგონია, რომ მე რა თქმა უნდა, მე ყველას დაუჭერ მხარს, ყველა იმ ხელმძღვანელის მხარდამჭერი ვიქნები სოფლიო არენაზე, რომელიც ვფიქრობს, რომ შვიდობა უნდა იყოს, მათ შორის დონალდ ტრამპი, სხვა იქნება, სხვას უნდა დაუჭიროთ ხარი. შვიდობის ფასი არაფერი არ არსებობს, არც სახელმწიფოში, არც სოფლიო არენაზე. თორემ სოფლიო ომებიც გვინახავს და იმ სოფლიო ომებმა რაც მოიტანა, ისიც გვინახავს. ასე რომ ისტორია მხოლოდ დაწერილი არ უნდა იყოს ფურცელზე, ისტორიიდან უნდა ვისწავლოთ ჩვენ, რომ შემდგომ ეს შეცდომა აღარ დაუშვათ მომავალში. ამ გადაცემას აწყო შობილი წარსულისაგან, ჩემობატონო, რომ უნდა ვიცოდეთ ის და ილიამ ეს წაუძღვარა მოგეხსენებათ თავის გენიალურ აჩრდილს, სადაც არის ნათქვამი აწყო შობილი წარსულისაგან. და ამიტომ ამ გადასახედიდან ახლა თქვენ ქალბატონო მარიამ შექმნილი გაქვთ კლუბი. ძალიან მისასალმებელია ნიკო ნიკოლაძის სახელობის კლუბი. განიხილავთ ალბათ მის შეხედულებებს, მის მოსაზრებებს, მის დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ და აი როგორ ფიქრობთ რა გაყოლებად იქნება მათი ახალგაზრდები გაწევრიანებული და ან ლექციებს ატარებთ არ ვიცი მე ჩახედული არა ვარ თქვენი კლუბის საქმიანობაში რა საქმიანობას ეწევით რა საკეთებთ რომ პოპულარიზაცია მოხდეს აი იმ იდეისა რომელსაც ნიკო ნიკოლაძე ახორციელებდა და გონი წინა გადაცემაში ვთქვი თქვენთანაც ახლა თქვენთან ვარ გავიმეორებ ვისთან უნდა გავიმეორო მithumet ეს კლუბის პრეზიდენტი ხარ ართ ნიკო ნიკოლაძეზე მეტი უკეთესად ვისაქვს ნათქვამი საქართველოს გავს ომზე სუმზირას საიდანაც ზიამონათებს იქეთ მიაბრუნებს თავს ზანით მადლობთ რომ მოგითხეთ ბატონო ედიშერ ჩემი კლუბის საქმიანობის შესახებ
ესე კონკრეტულად ერთი მიმართულების პროექტები ჩვენ არ გვაქვს არჩეული. ძირითადად პროექტებს თავად ვიფიქრებ, თავად ვახორციელებ ჩემი კლუბის წევრებთან ერთად. პირველი ღონისძიება, რომელიც ჩატარდა, ეს იყო აღებული ამერიკული რობოტების ბრძოლა. ჩამოვაყალიბეთ რამოდენიმე გუნდი, კონკურსში მიიღეს მონაწილეობა ბავშვებმა და შექმნეს რობოტები, რომლებმაც ერთმანეთში იჩხუბეს, ჩავატარეთ ტურნირი, ბავშვები დაჯილდოვდნენ, შექმნეს თავიანთი პირველი ნამუშევრები პორტფოლიოსთვის და ამით მცირე წვლილი შევიტანეთ მათ განვითარებაში, როგორც ნიკო ნიკოლაძე ისურვებდა, ასე ვთვლი. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ექსკურსია ტარდება ხოლმე ჩვენი კლუბის ფარგლებში, სხვადასხვა თემატური. ახალაც მაქვს ერთი საინტერესო პროექტი, რომლის განხორციელებასაც გეგმავ. ეს არის იუნესკოს მატერიალური და არამატერიალური ძეგლების შესახებ იქნება ეს პროექტი. მათი პოპულარიზაცია მსურს, შესაბამისად ვთვლი, რომ შეგვიძლია ესე წარმართოთ სხვადასხვა. მარიამ, ჩემო მარიამ, ერთი რაღაც მინდა გითხრა. აი, დავუშვათ და ხარ ახლა განათლების მინისტრი. ხოდა, სოფსებით მოსალოდნელია, კაცო, თქვენი საერთო გონიერები უნდა იყვნენ მომავალში ჩვენი განათლების მესვეურები, ჩვენი პოლიტიკის მესვეურები, ჩვენი კულტურის მესვეურები, ჩვენი სოფლის მეურნეობის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, ნიკო ნიკოლაძის ნაზრევით, რას განახორციელებდი ახლა საქართველოში? აიცით, მოცემულობა ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, იცვლება დროთა განმავლობაში, თუმცა ეს ყველაფერი გლობალიზაციის დამსახურებაა. ნიკო ნიკოლაძის ნაზრევიდან მე ვერ მოგახსენებთ, რას გავახორციელებდი, თუმცა პირადად მაქვს რაღაც ნაზრევი, რომლის განხორციელების სურვილი მექნებოდა როგორც განათლების მინისტრს და მოგახსენებთ. კი ბატონო, გისმენთ. არსებობს ინგლისში ასეთი მეცადინეობის სისტემა, როდესაც უნივერსიტეტში გარდა თეორიული ლექციებისა სტუდენტები იღებენ პრაქტიკულ განათლებებს. მე არ ვიტყვი იმის, რომ ჩვენ გვაკლია, პირადად ჩემს უნივერსიტეტში მრავლად ხორციელდება ისეთი პროექტი, სადაც პრაქტიკული მეცადინეობის გავლა არის შესაძლებელი, თუმცა რას მოვიაზრებ. კლუბის ფარგლებშიც გვაქვს ასეთი პროექტი, ანუ ლექტორის საათი, ანუ ჩემ მეგობარ კლუბს აქ ასეთი ტაბიძის კლუბი არის, არჩილ გურგენიძის მეთაურობით. ლექტორის საათი მოდიან დარგის სპეციალისტები და სტუდენტებს უკითხავენ თავისი გამოცდილების შესახებ რაღაც ლექციას და ვთვლი, რომ როდესაც გაქვს უშუალო შეხება, ვთქვათ ბიზნესის სტუდენტი ხარ. როდესაც მოდის შენთან შემდგარი ბიზნესმენი, რომელიც წარმართავს არსებულ ბიზნესს და გესაუბრება პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს არის ბევრად უფრო ეფექტური. საინტერესო, ძალიან საინტერესო. სტუდენტი, როდესაც მიდის და იღებს მონაწილეობას არა სტაჟირების მხრივ, არამედ სალექციო პროცესში იღებს მონაწილეობას, მიდის კომპანიაში და იქ უყურებს, როგორ წარმართება ეს პროცესები. ეს ბევრად უფრო ეფექტურია, დროში უფრო შემოკლებულია, იმიტომ რომ პრაქტიკული და თეორიული განათლების მიღება ერთდროულად ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე ჯერ თეორიული, შემდეგ პრაქტიკული. დროც გადის. შესაბამისად, ჩვენ ქვეყანას სჭირდება ეფექტური ნაბიჯები იმისთვის, რომ მალე განვითარდეს, მალე შედგეს ეკონომიკურად და თავის საქმის სიტყვებიც უფრო მკაფიოდ თქვას. და დამეთახვა მე ესე გაგიგეთ, აბსოლუტურად მივესალმებით თქვენს ამ შესანიშნავ წამოწყებებს და ეს ყველაფერი იქნება დაყრდნობილი ეროვნულ ნიადაგში. აბსოლუტურად ჭავჭავაძე ზუსტად ამას ლაპარაკობდა, რომ ნატრობდა 50-ოდე ევროპეულად განათლებული ახალგაზრდა მისცა ქვეყანას, რომელიც დაყრდნობილი იქნება ქართულ ეროვნულ ნიადაგსო და როგორც ყველა ქართველი კაცი მეც სუფრის მოყვარული ვარ კაცო. ხო და განსაკუთრებით ეს რიტუალი არის ღვინის დაყენების ძველი ქართული წესი. ილიას აქვს ღვინის დაყენების ძველი ქართული წესი. და მაყურებელმა გამიგოს ჩემო ბატონო ზუსტად ავიღე და დავაყენე ღვინო ისე როგორც ილია მოგვითხრობს. საოცრება. მარტო ამისათვის უნდა იარსებოს ქართველმა კაცმა ამ ქვეყანაზე, რომ მას აქვს ისეთი უკვდავი სითხე, დამუშავების წესები, ფორმები და მეთოდები, როგორიც არის ღვთიური სითხე, ღვინო და პასო ყველაფერი დავანებოთ, კაცო.
ადამიანი ახსარების ზიარებით და ზიარებას ახდენს აქტიური სისხლით და ამის დაკარგვა არც ერთ შემთხვევისათვის მე მგონი არ შეიძლება მე მგონი როგორც კახელი კაცი ჩემო ბატონო თქვენ აუცილებლად დავეთანხმებით ჩემო ზურა წმინდა სითხე რომლის ტრადიცია უნდა არსებობდეს საუკუნეების განმავლობაში სანამ საქართველოს იარსებებს მე ესე მგონია ეს ამით გამოვირჩევით ჩვენ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის იტალიელებმა თავის 8000 თუ 7000-იან ევროიან კუპურას ჩვენი ქვევრის გამოსახულება დაატანეს რადგანაც ასექცეს პატრი რადგანაც იტალიაც ჩართულია მეღვინეობაში და ჩვენ ამ მეღვინეობაში შახაბასი რასაკეთებდა რომ შემოდიოდა ჩეხა და ხო ეს მარტო ვაზი არ არის ამის უკან უდიდესი ძალა დგა ამიტომ ესაა ქართველობა ესაა ჩვენი ტრადიცია ესაა ჩვენი იდენტობა და ესაა ჩვენი როგორ გითხრათ იცით ჩვენი მომავალი ამდენად ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასო მეგობრებო უნდა განვიხილოთ კომპლექსურად და რატომ მივაქციე განსაკუთრებული ყურადღება დღევანდელ დღეს თქვენთან ამ საკითხებზე მსჯელობას იმიტომ რომ რანი ვიყავით რანი ვარ და რანი ვიქნებით ძალიან დიდად დამოკიდებულია თქვენზე და მაყურებელს როგორც ყოველ გადაცემას თორე ხედავთ მე გადაჭარბებით არაფერს ავლაპარაკობ ამ ქვეყანას გადაშენება არ უწერია სანამ ასეთები იარსებებენ და ახალგაზრდები იარსებებენ და დარწმუნებული ვარ რომ ეს იქნება უკუნითი უკუნისამდე სანამ კაცობრიობა იარსებებს დიდი მადლობა დღევანდელი დღისათვის გისურვებთ წარმატებებს და პირობას ვიძლევ რომ ასეთ შესანიშნავ ახალგაზრდებს კიდევ და თავად ბატონ ზურას და ქალბატონ მარიამს არაერთხელ მოვიდევ ამ სტუდიაში